ქართული პარტია ასე ქვია ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. ახალი გაერთიანების ლიდერები ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი არიან. რა არის ახალი პარტიის პრიორიტეტული საკითხები და როგორ აპირებენ პარტიის წევრები არსებული ხელისუფლების შეცვლას, ნახეთ ანა გოჩაშვილის რეპორტაჟში. ოპერატორებს ვთხოვთ ერთ რამეს. შეგიძლიათ კამერები დაამაგროთ სტატივებზე და მოგზავნდეთ ყველას დეპატიჟები წადეთ. პირველ საათზე დაგეგმილი პარტიის პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებისთვის მოულოდნელად ლანჩით დაიწყო. ჟურნალისტები და მიწვეული სტუმრები ქართული პარტიის წევრებმა სუფრასთან მიიპატიჟეს. მოგესალმებით და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ და იმისთვის, რომ ვართ ჩვენ ყველანი ერთად. ხანმოკლე ლანჩის შემდეგ მომავალი პარტიის ხედვა და მიზნები ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა გააცნო. ყოფილმა სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ პარტია სამ უმთავრეს პრინციპს დაეფუძნა: თვითმყოფადობა, უსაფრთხოება და პროგრესი. მიზნის მისაღწევად კი ქართული პარტია მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, შიდა სტაბილურობას, ყოველი მოქალაქის თანასწორობას, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას, ასევე ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას მიიჩნევს. ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი იქნება, რომ უნდა მოვახდინოთ, უნდა შევძლოთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ქვეყნის გადარჩენა და უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ერთად დგომით და ერთმანეთის დობით არის შესაძლებელი. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად აქ ვინც ვდგევართ ამ დარბაზში, აუცილებლად დავამარცხებთ ძალადობრივ რეჟიმს ქართულ ხალხთან ერთად და ავაშენებთ წარმატებულ სახელმწიფოს. გუშინ შევთანხმდით, რომ მეც ემოციური ტექსტი და მე დამეწერა პოლიტიკური ტექსტი წაიკითხა სოზარს და მე ემოციური ტექსტი რო დავწერე, რამდენი ემოცია დაგიწერე, მე ვთქვა არ იწერება ემოცია და როგორ უნდა რა ვქნა, როგორ დავწერო თქო და ერთი ხუჯელ წავართვი ხელით. ემოციური გამოსვლებით ცნობილმა ლევან გაჩეჩილაძემ სიტყვა წარსული შეცდომებისა და მიღწევების გახსენებით დაიწყო. აღნიშნა, რომ მრავალ მარცხთან ერთად იყო გამარჯვებებიც. ჩავთვალე და არა მარტო ემოციით, გონებითაც, რომ გადამედგა ეს ნაბიჯი, ჩვენ ავიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ყველა სხვასთან ერთად, ვისაც უნდა ამ რეჟიმის შეცვლა. და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეს არის ის ატრიბუტი, რომელიც ყოველთვის აკლდა ამ ბრძოლას. ამიტომ შევქმნით ისეთ სისტემას, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც აიღებს, არა მარტო რეჟიმის შეცვლაზე, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ქართული პარტია მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც ხელისუფლების შეცვლის რეალური სურვილი აქვს. მიესალმება სახალხო კრების ინიციატივასაც და მზადაა მოისმინოს საზოგადოების დაკვეთა. ხელისუფლების შეცვლის გზად კი ყველა კანონიერ ფორმას მიიჩნევენ. საქართველო არის დღეს უმძიმეს კრიზისში. ქვეყანას აქვს დაკარგული არა მარტო ტერიტორიები, არამედ დაკარგული აქვს ორიენტირება. მისი ხელისუფლება არის სრულ პროსტრაციაში. ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. მეტი მიზანი დღევანდელ რეჟიმს არ გააჩნია. ჩვენი მიზანი ზუსტად იმიტომ გავაკეთეთ ეს, რასაც ქვია პოლიტიკური პარტია, ზუსტად იმიტომ შევიკრიბეთ სრულიად განსხვავებული ბექგრაუნდის, წარსულის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს ერთმანეთის წინააღმდეგაც პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის დაპირისპირებაში ვიყავით, რომ ჩვენ დავინახეთ ერთი რაღაც. თუ გვინდა ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ კრიზისიდან, თუ ჩვენ გვინდა ქვეყანა გახდეს წარმატებული დაყვავებული, არის მხოლოდ ერთი საშუალება: კარგად ორგანიზებული პოლიტიკური ძალის შექმნა. ჩვენ მოვდივართ წარსულიდან, თუმცა კი არ ვრჩებით წარსულში, ვიყურებით მომავლისკენ. პროგრესი, რომელიც მოიცავს როგორც მოდერნიზაციას ქვეყნის, ასევე დემოკრატიას და თავისუფლებას, ასე აუცილებელი პირობა ჩვენი ქვეყნის მომავალი არსებობის და ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ ვითარებაში უსაფრთხოება. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები ახალ რეალობაში, შექმნილ რეალობაში მოითხოვს რაც შეიძლება სწრაფად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას და დაალაგებას. ეს არის რეალობა, რომელიც შეიქმნა სამწუხაროდ 2008 წლის მოვლენების შემდგომ. ქართული პარტიის პრეზენტაციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, არასამთავრობო და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მივესალმები, მეულოცა და უსურვო წარმატებებს. თავარი ამოცანა არის ხალხის ხმა გესმოდეს, მისი ტკივილით ცხოვრობდე
ყველაზე მეტი მომეწონა ქართული პარტია რა, მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ აქამდე სულ ვაშინგტონის პარტია იყო, მოსკოვის პარტია იყო, რაღაცა ბრიუსელის პარტია იყო, ევროკავშირის პარტია, ძლივს გაჩნდა ქართული პარტია და რატომღაც ვჯერა რომ ბოლომდე ქართული პარტია იქნება. ქართული პარტიის პრეზენტაციას ვერ დაესწრო ირაკლი ოქრუაშვილი. მან დღეს ჟურნალისტებთან საუბარზეც კი უარი თქვა. პარტია, რომელსაც როგორც მისი წევრები ამბობენ, არ ეყოლება ერთი გამოკვეთილი ლიდერი, 22 ნოემბერს ყრილობაზე გენერალურ მდივანს აირჩევს. მანამდე კი იქნება შეხვედრები და კონსულტაციები, როგორც ოპოზიციის, ისე საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელთან. ახალი გაერთიანება ძველი სახეებით, როგორ აფასებენ ქართული პარტიის მომავალს ექსპერტები და გეგმავენ თუ არა მათთან თანამშრომლობას პარტიები, რომლებიც დღეს პრეზენტაციაზე არ გამოჩენილან. ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ გაერთიანების მიზნები და ამოცანები მათთვის უცნობია და შესაბამისად თანამშრომლობაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევად მიაჩნიათ. პრეზენტაციაზე მისული ექსპერტების ერთი ნაწილი კი ახალი პარტიის ლიდერების ბიოგრაფიას იხსენებს. თემას ნინი საყვარალიძე განაგრძობს. ქართული პარტია, უბრალოდ ქართული სახელმწიფოს ინტერესებით, ქართული იდეით ნიშნავს უპირველეს ყოვლისა სამთავარ პრინციპს. თვითმყოფადობა, უსაფრთხოება და პროგრესი ეს არის ის სამი პრინციპი, რომელიც ახალი გაერთიანების ლიდერებმა საკუთარ სლოგანში მოაქციეს. ქართული პარტიის ხუთივე ლიდერი ცნობილი სახეა. მათ წარსულზე საუბარი შერატონ მეტეხი პალასში პრეზენტაციამდე დაიწყო. ბიოგრაფია ამ ადამიანების კარგად არის ცნობილი ყველასთვის. სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ ახალი პარტიის ლიდერებმა საკუთარი წარუმატებელი წარსული თავადაც გააცნობიერეს. ახლა კი ცდილობენ ყველაფერი თავიდან დაიწყონ. ის რაც წარუმატებელი იყო ამ ადამიანების პოლიტიკურ წარსულში, მე მგონი ყველაზე უკეთ თავად გააცნობიერეს, სხვაგვარად სურვილი რაიმე ახალი ნაბიჯის გადადგმისა და პრაქტიკულად მშვიდობიანი დამშვიდობება საკუთარ წარსულთან არ იქნებოდა დღეს. ახოთ ახალგაზრდა ხალხია, ყველას ხელეწიფება სიკეთის ქმნა. უბრალოდ უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან გადაღლილი იმ კეთილი სიტყვების და არ გადადგმული ნაბიჯებისგან, რომელსაც უკანასკნელ წლებში ის ხედავს. პრეზენტაციამ მამუკა არეშიძეს პარტიის გეგმების სრული სურათი ვერ დაანახა. გაერთიანება რომ გავლენიანი იქნება, არეშიძე დარწმუნებულია. თუმცა ახალი პარტიის წარმატებებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევად მიაჩნია. თუ ერთ გუნდა ჩამოყალიბდა, ესეთ გუნდად, რომელიც ერთი აზზე იქნება და არ იქნება დავა გაუთავებელი და ერთმანეთის ხელი შეშლა, ეს იქნება ძალიან პოზიტიური და კარგი ალბათ. თითო პოლიტიკური ორგანიზაციისთვის რამდენად იქნება ეს წარმატებული პოლიტიკური პროექტი საქართველოს პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ ცხოვრებაში, გეუბნებით ამას დრო გვაჩვენებს. ახალი გაერთიანების დაფუძნებაზე დღეს სხვა პოლიტიკური პარტიები არ მისულან. პრეზენტაციის დროს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მომუშავე 8 პარტია თბილისი მერიოტში შეხვედრას დიპლომატებთან მართავდა. ქართულ პარტიასთან თანამშრომლობაზე საუბარი ყველა მათგანმა დღეს ნაადრევად მიიჩნია. როგორ მე თანამშრომლობ, როდესაც არ იცი რას აკეთებ. მე მწამს რომ ლევანიც, კოკაც, სოზარიც ეცდებიან რომ ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქვეყნების ინტერესების შესაბამისად, მაგრამ კონკრეტულ გეგმებს, როდესაც გავიგებთ, მე გვექნება კონკრეტული პასუხი. ჩვენ იმდენად დიდი განსხვავება გვაქვს შეხედულებებსა და დამოკიდებულებებში კონკრეტული საკითხისადმი, ასევე მუშაობის სტილში, რომ არ ამგონია ჩვენ თანამშრომლობა შევძლოთ. თუმცა სათანამშრომლო სუბიექტი რა იქნება და როგორ იქნება, ამას ალბათ დრო აჩვენებს თვითონ, იმიტომ რომ ერთი განცხადება არ ნიშნავს ჩემთვის ორგანიზაციის არსებობას. ჩვენ ოპოზიციაში ყველასთან გვექნება, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა, რაც შეეხება პარტიის ჩამოყალიბებას, მე ნამდვილად მივესალმები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკური ინდივიდების, პოლიტიკურ სტრუქტურაში მოქცევას. ყველა ამ ადამიანის უკან გარკვეული ბიოგრაფიაა და როგორც მთლიან საზოგადოებას, ასევე მეც მაქვს საკმაოდ საფუძველი მქონდეს გარკვეული პიროვნული დამოკიდებულებები მათ მიმართ ჩამოყალიბებული. რაც შეეხება თანამშრომლობას, ამაზე ჩემი მხრიდან საუბარი ამ ეტაპზე იქნებოდა სრულიად არასერიოზული, რადგან ჯერ უნდა გავიგოთ ამ ადამიანებს საერთოდ რა გეგმები გააჩნიათ. მართველი გუნდის წევრები ქართული პარტიის დაფუძნების იდეაში დანაშაულებრივ ვერაფერს ხედავენ. თუმცა პარტიის ლიდერებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის წარსულს ახსენებენ და მის მომავალსაც პროგნოზირებენ. ძალიან რთულია მათი ერთთან ცალ-ცალკე ყოფნა როგორმე შეაფასო. ბუნებრივია ამ ადამიანებს ჩემი აზრით არაფერი საერთო არ აქვს გარდა სიძულვილისა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ. მაგრამ ამ ტიპის გაერთიანებები როგორ ამთავრებენ თავის მოღვაწეობას, ყველამ ძალიან კარგად ეს ჩვენ უახლოესი წარსულში კარგად ნახეთ. ირაკლი ოქრუაშვილი არის კონკრეტული ბრალდებით
სასამართლოს აქვს გამოტანილი მის მიმართ ზევნის სანქცია შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ის საქართველოში დაბრუნდება სხვა ტერიტორიაზე გადავა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ განხორციელდება მის მიმართ საპროცესო მოქმედებები. ვინ ვის დააკავებს, ამას გვანახებს უახლოესი მომავალი. არა, ესე მგონია, ესე უფრო იქნება ვიდრე პირიქით. ქართული პარტიის 4 ლიდერი საქართველოშია, ერთი კი საზღვრებს მიღმა. ქვეყანა ირაკლი ოქრუაშვილმა 2007 წელს დატოვა, მას შემდეგ რაც მას ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ფულის გამოძალვაში დასდეს. ოფიციალური ინფორმაციით ოქრუაშვილი ინტერპოლის მიერ იძებნება, თუმცა ინტერპოლის ოფიციალურ გვერდზე ქართველ ძებნილთა სიაში მისი გვარი არ არის. გაერთიანების კიდევ ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი პარტიაში ფონდ 2020-დან მევიდა. კოკა გუნცაძე და ლევან გაჩეჩილაძე ბოლოს საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავის საქართველოს სახელით აქტიურობდნენ. პარტიის კიდევ ერთი ლიდერი სოზარ სუბარი კი სახალხო დამცველის პოსტიდან ალიანსში წავიდა, თუმცა არჩევნების შემდეგ გაერთიანება დატოვა და კონსულტაციები ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო. ქართული პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.